21 სექტემბერს ნიდერლანდებში ნატოს ბირთვული წვრთნების ფარგლებში ვოლკელის საჰაერო ბაზიდან აფრინდნენ F-35 ტიპის თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვეულებრივი ან ბირთვული იარაღის გადატანა. წვრთნების მიზანია ბირთვული შეკავების მზადყოფნის შემოწმება და შესაძლებლობების დემონსტრირება. დიდი ხნის დაგეგმილი წვრთნების Steadfast Noon-ის სამხედრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ფონზე ტარდება. როგორც ცნობილია, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეიჭრნენ დრონები. მობილიზების მიზანი სწორედ ამ საფრთხის არიდებაა. დიდი ხანია ამ თემაზე არ გვიმსჯელია. ახლა ნამდვილად დროა, რომ ჩვენ საზოგადოებას ამ საკითხზე ვესაუბროთ. რუსეთის მხრიდან ვხედავთ იმავე რიტორიკას. ეს არ არის აჟიოტაჟის შესაქმნელად. ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ამის გაკეთება ნებისმიერ დღეს შეგვიძლია. Steadfast Noon-ი, რომელსაც ნიდერლანდები უდგას სათავეში, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გრძელდება. მასში ჩართულია ნატოს 14 წევრის 71 თვითმფრინავი. წვრთნები 10 წელზე მეტია ყოველწლიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს იმართება. სამხედრო წვრთნების დროს აფრინდნენ ბომბდამშენები და გამანადგურებლები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინების გადატანა. თუმცა სწავლების დროს ბირთვული იარაღი ან საბრძოლო მასალა არ არის გამოყენებული. ჩვენ ფსიქოლოგიურად ვამზადებთ წვრთნებში მონაწილეებს, რათა შეძლონ ასეთი მისიის შესრულება. არსებობს რამდენიმე ეტაპი, რომლებიც ამ პილოტების მზადყოფნის მაღალი დონის შენარჩუნებას ითვალისწინებს, რათა მათ შეძლონ დასახული აღმოცანების შესრულება. ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება. ეს ნატოს ფარგლებში სპეციალური მისიაა როგორც მოკავშირეებისთვის, ისე ნიდერლანდების საჰაერო ძალებისთვის. წვრთნების დიდი ნაწილი რუსეთისა და უკრაინის მოშორებით ჩრდილოეთის ზღვაში იმართება და მასში ჩართული იქნება რამდენიმე სამხედრო ბაზა ბელგიაში, ბრიტანეთში, დანიასა და ნიდერლანდებში. როგორც ცნობილია, ორი ქვეყანა, შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ბირთვული ძალებით ნატოს სტრატეგიული შეკავების ძირითადი ნაწილია. საფრანგეთსაც აქვს ბირთვული იარაღი, თუმცა ის ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის წევრი არ არის.